რატო? კილოცა ბიჭო დაბადების დღეს. დიდი მადლობა. ეგ რა არის? საჩუქარია. ეგ რა საჩუქარია? სცენარი რომელიც გამოყოფს ჟანგბადს. ეს შრომ ვატოს ხელა იყავი. ყველაზე მეტად რომ მოგეწონებოდა ის არის? რა, ცუდი საჩუქარია? არა, ძალიან კარგი საჩუქარია. სცენარია ცოცხალი. ბატო, შენ ხო მოგწონს ვიზია? კი, ძალიან. წამო ბაბუ, წამო, წავიდეთ. ეს რა სისულელე მოიტანე, ხო გთხოვე არა? რა მთხოვე? ახლა სისულელი არ აჩუქოთ, ხო გითხარი არა ნიკა? ათია, რატო ეს სისულელე? ვაიმე, ვინმე იცის 15 ასაკში ქოთანში ჩარგული მცენარე გაუხარდებოდა? კი, მე. მე ყველა შინელი უცნაური არ არის. დაიწყო ხო ეხა ისევის ისტორია, მე რო ტიპიური ქართველი ვერ ვარ. ფაქტია, რაღაც სისულელი აჩუქე ბავშვ დაბადების დღეზე ნიკა. ნათია, არ არის ეს სისულელე. უნდა მიხვდეს ბავშვი რა მნიშვნელოვანია ჟანგბადი, ეკოლოგია, დედაბუნება. ამას მოვლა ჭირდება და ზრუნვას ისწავლის, გაიგე? რას გიხსნი ვერ ხვდები ხო საერთოდ? რა უნდა მეჩუქებინა აბა? რასაც ტიპიური ქართველი ბიძა აჩუქებდა. ტიპიური ქართველი ბიძა ბოზებში წაიყვანდა. ეხლა ნერვებს მიშლი ხო სპეციალურად? ათი რა გავაკეთო, მიყვარს ეს ეკოლოგია და ბუნება, რა გავაკეთო, მითხარი? მე ეგ უცნაურობაა ნიკა. იყოს უცნაურობა მერე. დამღლელია უცნაურობა. შენ გინდა რომ ტიპიური კაცებით ვიქცეოდე? ხანდახან დიახაც მინდა. სუფრებზე ვითამადო, ბრტყელი თალღძულების შევსვა და მაგიდაზე მუშტი უტყა? მომისმინე ნიკა, სადღეგრძელოები და თამადობა ძალიან კარგია. ქართული ტრადიციაა. კარგი. მაშინ დღესვე გაცვენებ თუ როგორ შემიძლია ეგეც, მაგრამ მოგეწონება თუ არა, მაგას მე ვნახავთ. ეს ახლა ნამდვილად ჩემი სურპრიზი იქნება. ბაბუ, მოდი, კარი, მოდი. გილოცა. ეს რა არის? ეგ რა არის და ჯოისტიკებია მაგარი. მამა შემო რო ფიფას დისკი გაჩუქა. აი როცა ჩართა, მაგითი ითამაში, მაგრა გაგისწორდა. მამამის არაფერი არ უჩუქებია მაინც. სად არის ბატონი ოთარი? ой, ოთო სამსახურშია. ოთო რა სამსახურში? დღეს დაიწყო მუშაობა რაღაც ტურისტულ სააგენტოში. არ გადამრიო, რა კარგია. ხო, ჩვენ ძალიან გვიხარია. წავედით, აბა დავსხეი ჩვენ წავიდეთ, წამო. ოთოს არ დაველოდოთ? ოთომ დარეკა 1 საათში მოვრჩები და მოვალო. ერთ საათს ხوار გავჩერდები, წამო, დავსხეი, წავედით. გძანდით ხარ. აბა ბაბუ. წესით, თამადა მამაშენი უნდა იყოს, მაგრამ აგვიანებს და ამიტომ თამადა იქნება. სოფრას გავუძღობი მე. რა? რა და შემივცეთ და დანარჩენს მოგახსენებ. მამა შეავსე და მე რიქებს მეყوار ვიქნები. კაი, შილო. მოკლედ, დალევა არის ბოლომდე. სუფრაზე სმენა იყოს და გაგონება. მე რო ვისაუბრებ, ბუზის გაფრენის ხმა უნდა მესმოდეს. მე ბიძა შენ ნორმალური ტიპი მეგონა. საერთოდ ნორმალური ტიპია, მაგრამ დღეს ბიზნესში მამა ჩემი დაპორტივდა. რა არის ვერ გავიგე რა მე მღერი რო ამყევით? ნიკა. მაცალა. მოკლედ, როგორც ვაჟკაცების წესი და ადათია, პირველ დედამიწაზე სამშობლოში. მამაკაცები ვსვავთ ბოლომდე. მშვიდობის სადღეგრძელოა. ნიკოლას, ხომ მშვიდობა? თუ გინდათ რომ მშვიდობა იყოს, ბოლომდე ვსვავთ თქო. ოთო სად არის უნდა ხედავდეს ამ ყველაფერს. ისე მართლა სად არის ოთო ამდე ხანს? რა იყო ქალო ვერ გავიგე რა პანიკა აწიეთ. კაც ბავშვის დაბადების დღე და რესტორანშია ზმაკაცებთან ერთად ალბათ არა? აბა, დავლიეთ ჩარა. ერთი მისამართის და მორჩით. ზურა ცოტა ჩქარა რა დღეს ბავშვის დაბადების დღე და მალე მინდა სახში ავიდე. ახლა ხარ საათში მოყომარდებით რა. ხო არ ყოფილა ძნელი. ძნელი არა, მაგრამ შენ არ გეწყინოს, მე ცხენის ფორმას ვერ ჩავიცვალე. ალბათ ცოტა კომპლექსიანტებია. ზორო მაინც კაცურია რა. რა უნდა მეწყინოს, ბიჭო, მე ცხენი უფრო მევასება. მთლიანად მიქარავს თავს, კაცი შვილი ვერ ბწობს. ბოლო მისამართის დათქარედის 14. რა? მან რა გვინდა? მანდ ვარ გამოძახებული. ჩვენი რომელ ოჯახში? კი, ჩემი სახლია, საკუთარ ოჯახში ვარ გამოძახებული? მოიცა ბიჭო. ქირი ცხოვრობ? არა რა ქირი, ჩემი სახლია. ჩემი რა ოჯახის რა. ბიჭო. მან თუ ცხოვრობ, ესე იგი მილიონერი ხარ და რა გაგიჭირდა ეგეთი ფორმა რო ჩაიცვიდო?
აუ ბავშვის დაბადების დღისთვის ფული მინდოდა. მე ტოტალიზატორში გეყომარა, გეჩალიჩა რა მე რა. აჰა, ვიჩალიჩე და ზოროს მასკა გავიჩალიჩე. წავედით რა გარჩი. მოიცა ვერსადას ვერ წავალთ. მოიცა ბიჭო, როგორ ვერ წავალთ? ავანსი გვაქვს უკვე აღებული, გაგყრიან სამსახურიდან. გამაგდონ, აღარ მინდა ესეთ სამსახური. ბიჭო, შენ ძმაო სახლი გაქვს, კარი გაქვს. მე ესე მარტივად ვერ დავტოვებ სამსახურს, პრობაციონერი ვარ, ძმაო. ზურა მაგარ შარში ვარ რა. ეხლა ესე რო ავიდე ოჯახში, მთელი ცხოვრება დამცინებენ. მარტო შენ უნდა ახვიდე. გადაო ბიჭო. ცხენი ზოროს garaშე ვის გაუგი? ან რა უთხრა ზორო სად არის? ზორო დაბრინდეს ხო რა? ბიჭო, ეგ ბავშვ როგორ უთხრა, იტირებს. არ იტირებს, 15 წელს ხდება უკვე. ბიჭო, რა ნაროდი ხართ ეს თათქარიძელები? 15 წლის კაცს ზორო ვინ გამოუძა? მამა ჩემა, ისა პატარა გონია ვატ. არჩ არ ვიცი რა, რაღაცა მოიფიქრე, ყველ ვარიანტში უნდა წავიდეთ. მაცადე ვფიქრობ. დროზე. დღეს რაღაც სერიოზული საქმე მაქვს კუბანში რა. ზურა. ცხენის ფორმა რა ზომაა? არა. კი. ვატოს გაუმარ? ჯოს! არ ვარგა! გაუმარ? ჯოს! არ ვარგა! ამა ყველამ ერთად გაუმარ? ჯოს! თქვენ გენახებია რა. ნათია, მიდი ახლა ჩქარა განსხვავებული გამომირბენინე. მე გონი მამა მოვიდა. ან ჩემი სიურპრიზი. აი მე ათო.